ჩავარდნილი მოლაპარაკება თუ დროებითი ტაიმაუტი. უმრავლესობამ და უმცირესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თითქმის წარმატებით დასრულებული კონსულტაციების ბოლოს ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი პირობა წამოაყენა. ოპოზიცია ყველა საჯარო მოხელის უპირობო ამნისტიას ითხოვს. მმართველი გუნდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზადაა, თუმცა ერთი პირობით. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ნაწილობრივ მხოლოდ საშუალო და ქვედარგოლებში დასაქმებულები უნდა გათავისუფლდნენ, რაც მიუღებელია ოპონენტებისთვის. შესული მოლაპარაკებების შემდეგ კოალიცია ნაციონალებს 7 პუნქტიან გეგმას თავაზობს. ნახეთ ნოდარ ჩაჩუას რეპორტაჟი. ასე დაიწყო რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, თუმცა კონსულტაციების პროცესი და შეთავაზებული წინადადებები საზოგადოებისთვის დაფარული იყო. დღევანდელ პრესკონფერენციამდე, რომელზეც ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მიღწეულია შეთანხმება კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე. მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზება შეუძლებელი გახდა ნაციონალური მოძრაობის მიერ ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა საკითხზე. შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებზე შედგა, თუმცა მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის მთავარი მიზეზი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაყენებული წინადადება გახდა, რომლითაც უმცირესობამ საჯარო მოხელეების სრული და უპირობო ამინისტია მოითხოვა. მოლაპარაკებების თითოეული შეთავაზება დღეს ქრონოლოგიური სიზუსტით უსუფაშვილმა საზოგადოებას გააცნო. 17 თებერვალს მმართველი კოალიცია ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებულ ამ წინადადებას ნაწილობრივ თანხმდება. უპირობო და სრული ამინისტია საშუალო და ქვედარგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა. ნაწილობრივი ამინისტია მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის, რომლის მიხედვითაც ისინი გათავისუფლდებოდნენ სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან, დანაშაულის აღიარებისა და 5 წლამდე ვადით საჯარო სამსახურში ყოფნის აკრძალვის პირობით. პარლამენტის დარჩენა ქუთაისში, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ. რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები თუ კონსულტაციების დასაწყისში ნაციონალების მიერ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებად დასახელებულ ინიციატივებზე მმართველი კოალიცია დათანხმდა. რატომ დააყენა უკვე მოლაპარაკებების ბოლოს უმცირესობამ საკუთარი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების პირობა. ამ კითხვებს დღეს საპარლამენტო უმცირესობაში პასუხობდნენ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კოჰაბიტაციაზე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნორმალურად ცხოვრობთ ერთ ქვეყანაში, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანხმდებით საკონსტიტუციო მოდელზე, რომლითაც პრეზიდენტი და მთავრობა ნორმალურად ურთიერთობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ მოხდება იმ ფონზე, როდესაც ამ წუთისთვის 15000-ზე მეტი ადამიანია დაკითხული. არც ყოფილი თანამდებობის პირები ჩვენ არ ვითხოვთ იმუნიტეტს, ჩვენ არ ვითხოვთ ძალადობრივი საქმეების გამოძიების შეწყვეტას, რაც ეხება წამებას, რაც ეხება ვთქვათ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რაღაცას, რომ დაანებონ ადამიანების დევნას თავი. უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებებს ქვეყნის პირველი ხელისუფალი დღის ბოლოს ეხმაურება. ჩაშლილი მოლაპარაკებების მიზეზად პოლიტიკური ხელშეუხებლობის მოთხოვნას კატეგორიულად გამორიცხავს და უმრავლესობას მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. მინდა ვთქვა, რომ მიუღებელია ის, რომ თითქოს ჩვენ როგორც თავრობა, ჩვენ როგორც ერთში როგორც თავრობა და მეორე ჩვენ როგორც მე როგორც პრეზიდენტი და ასევე საპარლამენტო უმცირესობა ცდილობდნენ რაღაც სახის სხვა გარიგებებზე გასვლას. კერძოდ, გაისმა მოსაზრება თითქოს საქართველოს პრეზიდენტი ეს მე ვითხოვდე რამე გარანტიებს ჩემი პირადი ხელშეუხებლობის ან თავრობის ყოფილი წევრები ან პარლამენტის წევრები ვითხოვდნენ ასეთ გარანტიებს. ლაპარაკი იმაზე რომ მე მეშინია ვიღაც ადგილობრივ წვრილმანი შანტაჟისტების როცა არ შემეშიდა ბევრად პრო სერიოზული სუბიექტის მიერ გამოტანილი პირდაპირ სასიკვდილო განაჩენის. უხერხულია და სასაცილოა. კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობაზე ამერიკის ელჩიც საუბრობს, თუმცა რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო საკითხები არა მოლაპარაკებების, არამედ კანონის უზენაესობის დაცვით უნდა განხორციელდეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ამნისტიისა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებაზე. მინდა მივესალმო კონსტრუქციულ სულისკვეთებას, რომელსაც ავლენს ორივე მხარე. შესამჩნევია წისვლა გარკვეულ საკითხებში, ზოგ თემებზე კი ისევ რჩება სამუშაო. უნდა აღნიშნო, რომ ქვეყანაში დაცული და პატივცემული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და შესარჩევის სამართალი კი თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
ამ ეტაპზე უცნობია დაიწყება თუ არა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი და რა იქნება კონსულტაციების მთავარი თემა. ვინაიდან ერთ-ერთ შეუთანხმებელ საკითხად სწორედ საჯარო პირების ამინისტია ხდება, არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობა და უმცირესობა ამ თემაზე სასაუბროდ შეიკრიბოს. დღევანდელ სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც დავით უსუფაშვილმა მოაწყო და სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, საუბარი იყო ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ასევე უკვე მოლაპარაკებების ქრონოლოგიური სიზუსტით გაცნობის შემდეგ უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი 7 პუნქტიანი შეთავაზება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის მისამართით და ასევე ამ 7 პუნქტიან შეთავაზებაში შესულია ასევე ის პაკეტებიც, ის წინადადებები, რომელზეც შეთანხმება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებების პროცესში შედგა, ასევე შესულია საარჩევნო და გარდა საკონსტიტუციო საკითხებისა მოლაპარაკებები ასევე დაიწყება საკანონმდებლო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელშიც გარდა დეპუტატებისა ასევე ჩართულები იქნებიან როგორც არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე თავად საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები. ჩვენ მოვამზადებთ და 2 კვირის ვადაში პარლამენტში განხილვებს დავიწყებთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც დაეფუძნება იმ პრინციპებს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ნაციონალურ მოძრაობას 17 თებერვალს. მეორე, პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ კენჭს ვუყრით საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკური მოვლენების განვითარების კვალობაზე. მესამე, პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს კენჭის ყრაზე არ დავსვამთ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. მეოთხე, გაგრძელდება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევის მცდელობა ნაციონალურ მოძრაობასთან პარლამენტში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში 15 მარტამდე საქართველოს პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას ამ თემაზე, სადაც ჩაიწერება ყველა ის საკითხი, რაც ჩასაწერია და რაც აუცილებელია რომ გაცხადდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის თაობაზე. შევქმნით საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციური რეფორმის მოსამზადებლად, მათ შორის ქვეყნის ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში ასახვის შესაძლო მოდელების შესამუშავებლად. კომისიაში შევლენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები. საარჩევნო კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის დახვეწის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი 1 მარტიდან შეუდგება ინტენსიურ მუშაობას და ამ ჯგუფში საქმიანობაში მოწვეულნი იქნებიან არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულად მუშაობენ საარჩევნო საკითხებზე. ეს არის ყველა ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმება უმცირესობასთან უკვე შედგა, ასევე რომ ის წინადადებები და ინიციატივები, რომელიც თავად უმცირესობის წარმომადგენლებს ჰქონდათ იგივე საგარეო კურსთან დაკავშირებით, ასევე პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით და ასევე საკონსტიტუციო ქვორუმთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება ზოგიც კანონპროექტების, ზოგიც რეზოლუციების სახით. ეს ხო პირდაპირ ჩართვა ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა შეწყვეტილ მოლაპარაკებებზე პირდაპირ ეთერში.